ჰეპატიტის სამკურნალოდ მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროში და მომსახურების სააგენტოში დღეს დილიდან დაიწყო. პროგრამა შეღავათებს სამოქალაქო სექტორისათვის გულისხმობს ერთი ამპულა ინტერფერონი და ერთი კოლოფი ლიბავირინის ღირებულება ლარში $92 ეკვივალენტით განისაზღვრება, რაც საბაზრო ფასთან 60% ნაკლებია. ნანუკა ქაჯაია ისაუბრებს დეტალებზე. ნანუკა, გისმენთ. რეგისტრაცია 1 საათია, რაც დაიწყო ამ დროისთვის 25 პაციენტმა შეავსო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ 1 ივლისიდან ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები ფასდაკლებით შეიძინონ. განცხადების შევსების დროს პაციენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამოუკიდებელ მოწმობასთან ერთად ფორმა 100, სადაც მათი დიაგნოზი იქნება დაზუსტებული. მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ მოქალაქეების მომართვიანობა უკვე ძალიან მაღალია, რაც შეეხება პაციენტებს. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ მათ, ისინი ამბობენ, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივას დადებითად აფასებენ. ის შესაბამისია მომართვიანობა და რამდენადაც მე მაქვს ინფორმაციაც, ხალხი საკმაოდ მაღალია აქტივობა, ხალხი რეკავს, ინტერესდება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოქმნის ყველაფერი წესრიგში. ძალიან დიდ სიკეთეა ეს და წინ გადადგმული ნაბიჯი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოსახლეობისთვის და ეს არის კეთილი ნება ნამდვილად და ზრუნვა ამ ჰეპატიტით დაავადებულებისთვის. ჰეპატიტის მკურნალობა პროგრამის დახმარებით 25,000 ლარიდან 5-10,000 ლარამდე შემცირდება. ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასდაკლებით შეძენას საქართველოს ყველა მოქალაქეს სთავაზობს, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს. თუ ვინ ვერ მიიღებს ამ პროგრამაში მონაწილეობას, შეგიძლიათ მოისმინოთ ჩვენი კომენტარიდან. სისტემაში ისედაც წარმოებს სრულყოფილად პროგრამა და დუბლირებას, რა თქმა უნდა, ადგილი არ ექნება. ეს არის და ასევე ის ადამიანები, ვინც არიან დაავადებული, მათთვისაც სრულყოფილი მკურნალობა უკვე გათვალისწინებული. განაცხადების მიღება მომსახურების სააგენტოში დღეიდან დაიწყო და ის ზაფხულამდე გაგრძელდება. ყოველი თვის ბოლოს სპეციალურად შექმნილი კომისია განიხილავს განაცხადებს. მოქალაქეები დასტურს მიიღებენ წერილობით, რაც შეეხება თავად მედიკამენტებს. პაციენტებს მათი შეძენა 2014 წლის 1 ივლისიდან შეეძლებათ. მადლობა, ეს ნანუკა ქაჯაია იყო.